ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისი დეკემბერში დასაქმების ბაზარზეც აისახა. დასაქმების სააგენტოებში ვაკანსიები მნიშვნელოვნად შემცირდა. HRG-ის მონაცემებით განსაკუთრებული კლება ჰორეკა სექტორშია, სადაც ბოლო 3 თვეში შემცირება დაახლოებით 17%-ის ფარგლებში მერყეობს. სექტორის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ თბილისის სასტუმროებში დეკემბერში კადრების 15%-მდე შენარჩუნება ვერ მოხერხდა. მიზეზი ცხადია, ფინანსური მდგომარეობა გახდა, რის გამოც სასტუმროების ნაწილმა ხელფასების გადახდა ვერ მოახერხა. როგორია ვითარება ადგილობრივი და საერთაშორისო ბრენდების სასტუმროებში კადრების შენარჩუნების თვალსაზრისით დეტალებზე სასაუბროთ სტუდიაში კეთი ამირბარი კომპანია ამირბარის დამფუძნებელი და ბიზნეს კონსულტანტი შემოგვიერთდა სტუდიაში დილამშვიდობისა. კეთი, მადლობა თქვენი დროისთვის. პირველ რიგში როგორია ჰორეკა სექტორში არსებული მდგომარეობა საკადრო მიმართულებით გამოაცხადე ვიდრე თქვენთან გადმოვიდოდით, რომ შემცირებული HRG-ზე მონაცემები და ასევე რიგი სასტუმროები თბილისში ამბობენ, რომ ბევრ მათგანს მოუწია რიგი თანამშრომლობის გათავისუფლება, დროებით უხელფასო შვებულებაში გასვლა. თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ თქვენი მონაცემებით, როგორია ვითარება? მოგესალმებით, სამწუხაროდ ძალიან მძიმე მდგომარეობა და ახალი საკითხები გამოჩნდა, რაც ადრე მაგალითად არ განვიხილავდით და არ იყო ესე აქტუალური. შემცირდა უშუალოდ მოთხოვნა სფეროზე, რადგან სანდოობა არის ძალიან დაწეული და ადამიანები, ვინც ადრე ფიქრობდნენ და ჰქონდათ ინსპირაცია რომ სფეროში მოსულიყვნენ, ახლა აღარ არის. იმიტომ რომ არ არის მყარი და დაზღვეული არ არის მათი სამუშაო ადგილი, სიმყარეს ვერ გრძნობენ. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი სასტუმრო ცდილობს შენარჩუნებას თავის თანამშრომლის, რადგან ელემენტარული მკუთხით რომ გაუშვან, მერე დაბრუნება ბევრად ძნელია, მაგრამ მაინც უწევთ სამწუხაროდ კადრებთან დამშვიდობება და შემდეგ თვითონ ეს ადამიანები სამწუხაროდ ტოვებენ, ანუ სტატისტიკის მიხედვით და რასაც ირგვლივ ხედავ ქვეყანას და რამდენად მასშტაბური იყო ეს ყველაფერი გასული წლის ბოლოს და მიმდინარე პერიოდისთვის? ძალიან მასშტაბური იყო, იმიტომ რომ კონკრეტულ სასტუმროებში და უშუალოდ მე სადაც მაქვს შეხება, ძალიან დიდი ხანი გვაქვს ხოლმე ვაკანსია, თუნდაც და მიუხედავად იმისა, რომ თქვა შემცირდა მოთხოვნა, აი ეხლა რომ მქონდეს, მიწევს ძალიან დიდი ხანი რომ კადრი ვეძება და ფიზიკურად აღარ არსებობენ ადამიანები, იმიტომ რომ ქვეყანას ტოვებენ და სფეროს ინტერესიც იკარგება და პლუს ქვეყანიდან. ეს შეეხება მხოლოდ თბილისის სასტუმროებს თუ ყველა რეგიონში თანაბარი ვითარება და ასე საინტერესო ადგილობრივ ბრენდებთან და საერთაშორისო ბრენდებთან მიმართებით მდგომარეობა როგორია? იცით როგორ არის, ადგილობრივ ბრენდებს უფრო უჭირთ რა თქმა უნდა, იმიტომ რომ არ არიან მზად ესეთი რადიკალური, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი სფერო ძალიან სენსიტიურია და ყველაფერს პირდაპირ ჩვენ ვიღებთ პირველი ხაზზე ვდგევართ, მაინც არ არიან ხოლმე მზად. ბრენდი საერთაშორისო დაცულობას მაინც ადამიანშიც პოვებს და ზოგადადაც, მაგრამ ბრენდსაც მინდა გითხრათ, ვისაც ვესაუბრეთ თვითონ მენეჯმენტის კუთხით, ძალიან უჭირთ დიდი დეპარტამენტების შენარჩუნება, სადაც არის მაგალითად ერთ დეპარტამენტში 50-60 ადამიანი, თვითონ ბრენდიდან არის დაკვეთა, რომ შეამცირონ თანამშრომლების რაოდენობა, მაგრამ ჩვენი მენეჯმენტი აქეთ უკვე იბრძვის, რომ რაც შეიძლება დიდხან შეინარჩუნოს. რამდენ პროცენტიან კლებაზეა საუბარი, ვისი გათავისუფლებაც მოუხდათ დღესდღეობით სასტუმროებს და გრძელდება ეს პროცესი თუ ახლა პირიქით გამოსწორდა უფრო ვითარება მოლოდინი უმჯობესია და პირიქით კადრების პოვნაზე მიდის ისევ მსჯელობა, რასაც ამბობთ. დიახ, იცით რა არის, თვითონ ეხლა პერიოდი ისეთი გვაქვს, რომ ყველა პერიოდში დაბალი სეზონი გვაქვს, მაგრამ მიუხედავად ამისა ძალიან ბევრი სასტუმრო აცხადებს, რომ ესეთი ცუდი იანვარი არ ქონიათ, მაგალითად შესაბამისად, თვითონ მეპატრონეებზე და მფლობელებზე გადადის კლებადობა, მათზე არის დამოკიდებული, რამდენად რისკავს ის და კიდე თავის თანამშრომელში ჩაეძებს ინვესტიციას, რომ შეინარჩუნოს, 10-15%-ით არის, მაგრამ მაქსიმალურად ინარჩუნებენ, რადგან გაზაფხულის სეზონი მოდის და სეზონი იწყება ცოტა ხანში და ისედაც ვიცით, რომ ეს არის დაბალი სეზონი. კოვიდის პერიოდში მაშინ იყო ძალიან მოწყვლადი ეს სექტორი და ძალიან ბევრმა ადამიანმა დაკარგა სამსახური და შემდგომ მერე ბოლო რამდენიმე 3 წელია ფაქტობრივად გვესმის ყოველდღიურად ბიზნესის საუბარი იმაზე, რომ ვეღარ ახერხებენ შესაბამისი კადრების აყვანას, რომ ძალიან გაუარესდა სერვისი და ჩვენთან ისედაც არ იყო მოწოდების სიმაღლეზე რბილად რომ თქვა, აი ასეთი ტიპის გადაწყვეტები, მათ შორის ბიზნესაც რა ტიპის დანაკარგებს აძლევს დროთა განმავლობაში და ვერ ხერხდება დღეს არსებული, იმიტომ რომ ტურიზმის სტატისტიკა რაც გამოქვეყნდა ზრდა
20 წელში ეს არ აძლევდათ ბიზნესებს იმის საშუალებას, რომ ეს 15%-იანი რაოდენობა ადამიანები შეენარჩუნებინათ, რომ სამომავლოდ უფრო უარესი მდგომარეობა არ ქონდეთ სერვისის კუთხით. ან პირველი მთავარი ყევა ზუსტად მაშინ იყო და მაშინდელი დაკარგული ადამიანები დღემდე აღარ დაბრუნებულა ძალიან ბევრი ამ სფეროში. ასევე სიმყარე თვითონ ამ სფეროს მიმართ დაიკარგა, იმიტომ რომ მართლა პირველი ჩვენ ვდგევართ ხოლმე წინა ფრონტზე, წინა ხაზზე და დღემდე ძალიან გვიჭირს ამის შენარჩუნება, ძალიან ძნელია, რა თქმა უნდა, არ აღდგარა, მიუხედავად იმისა, რომ ვცდილობთ, მაგრამ შემდეგ კოვიდის შემდეგ ომი დაგვემატა და რომ გითხრათ, ადრე თუ ტენდენციური იყო 2017-2019 წლამდე, კოვიდამდე ძალიან ჩვენი სფერო, დღესდღეობით ისეთ ტენდენციური იმ ადამიანებში არ არის, ვინც მომავალი ამ სფეროს წამყვანი, ვთქვათ, წარმომადგენელი უნდა იყოს და უნდა აინტერესებდეს. ეს ეხება სასტუმროებს თუ რესტორნებსაც და კვების ინდუსტრიასაც. და მინდა გითხრათ, რომ თვითონ კვების სექტორშიც რომ მოვიკითხეთ და საინტერესო იყო, თვითონ ხარჯვან-ლუნარიანობა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენზე გადის, ვთქვათ, თბილისელებზე გადის, იქ რეგიონზე შიდა ტურიზმზე გადის, ხარჯვა-ლუნარიანება შემცირებულია და თვითონ ჩეკი არის, ანუ ძალიან დაპატარავებული თანხის კუთხით. გათავისუფლებას ჰქონდა ადგილი თუ მათ შორის არსებულ თანამშრომლებში ხელფასების კლებაზე? იცით რა, კლება ბევრად კარგი არის და ხშირად მიმართავთ ხოლმე სამწუხაროდ, როცა ესეთი სიტუაციები ჩვენ ქვეყანაში, ვიდრე განთავისუფლება. მაგრამ ძალიან ბევრი თანამშრომელი ამ შემთხვევაში ბრაზდება, რომელიც მყარად არ არის და არ უყვარს ეს სფერო და გადადის შემდეგ სხვა სფეროში. ამ ეტაპზე კლებაც იყო ზოგ სასტუმროში, მაგრამ დანაკარგი თითქმის იგივე არის ხოლმე, იმიტომ რომ ბრაზდებიან და გადადიან, მაგალითად ძალიან დიდი კონკურენციაში მოდის ჩვენ მომსახურების სფეროსთან გამოძახების სერვისის დასაქმება და პირდაპირ გადადიან ხოლმე და დარტყმა ეს იყო ჩვენი. თუ ესაუბრებით სექტორის წარმომადგენლებს სამთავრობო სტრუქტურებიდან და აი ვის ეკისრება ამ ყველაფერზე ამ მიმდინარე მოვლენებზე პასუხისმგებლობა, ან რა არის მათი პოზიცია თუ ქონიათ რაიმე ფორმით კომუნიკაცია? რადგან თვითონ სფერო არის ძალიან სენსიტიური და ყველამ ვიცით ყველა ქვეყანაში და გავლენა პირველი ჩვენზე მოდის, მაინც მიდგომა ცოტა ესეთი არის ზოგადი. შესაბამისად, გვიწევს და გვესაუბრებიან ნამდვილად, მაგრამ ესე კონკრეტული რაიმე რომ თქვა არ არის, არის რაღაც кейსები, რომელსაც ვცდილობთ რომ თქვა ერთად გადავწყვიტოთ, მაგრამ ესეთი პრინციპში ბიზნესი ახალი არის და პატარა წლოვანებას ითვლის და შესაბამისად ბევრი რამ ისედაც აკლია, სულ კარგადაც რომ ვიყოთ, ბევრი რეგულაცია აკლია და განსავითარებელია თვითონ სფერო საკმაოდ. რამდენ ადამიანს ასაქმებს დარგი თუ გაქვთ რაიმე მონაცემი ჰორეკა სექტორში ჯამური დასაქმებულების რიცხვი რა არის? იცით რა, აი ახლა ზუსტად ვერ გეტყვით ციფრებს, მაგრამ ვიცი რომ ძალიან დიდი კლება არის ამ ეტაპზე, ამ კუთხით. დღეს ჩვენ საუბრობდით, რომ იანვარში გაცილებით დაბალი სეზონია, ვიდრე წინა პერიოდებთან შედარებით, თუმცა მაინც მინდა რომ ვკითხოთ თქვენი ინფორმაციით, როგორია ჯავშნების რაოდენობა მომდევნო თვეებში, სად არის უფრო ზრდა, მაის ტურიზმი რამდენად აქტიურია და სამთო კურორტებზე როგორია ვითარება ამ შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე. სამწუხაროდ მაის ტურიზმი თითქმის აღარ არსებობს ჯერჯერობით. მიუხედავად იმისა, რომ სლავური ბაზარი საკმაოდ ისე გააქტიურდა და თითქმის ჩაანაცვლა სეგმენტი, ასევე გალფის ქვეყნებიდან მთის კურორტებს ასე თუ ისე არ დაეტყო, იმიტომ რომ შიდა ტურიზმის ხარჯი, იქ ჯავშნების ხარჯი მაინც უფრო სტაბილურად სახელმწიფოდ იყო საკმაოდ მაღალი აქტივობა, ახლაც გრძელდება თუ შემცირება? გრძელდება სხვათა შორის და ჯავშნები გრძელდება, ასევე მომლოდინე ჯავშნები აქვს ზღვის კურორტებს და მთის კურორტებს შედარებით, მაგრამ ქალაქის city hotel-ების სასტუმროებს რაც შეეხება ძალიან ცუდი მდგომარეობა არის, იმიტომ რომ არ ჩანს არაფერი და აი მაის მიმართულება საქმიანი ტურიზმის კუთხით სამწუხაროდ აი ევროპა რამდენად აქტიურობს და თუ ყავს ევროპელი დამსვენებლები თუნდაც სამთო კურორტებზე დღეისთვის? ძალიან ცოტა. ძალიან შემცირებულია. პირდაპირ აი წინა იმასაც ვთქვი, რომ პირდაპირ ჩანაცვლება მოხდა სეგმენტის, ანუ აზია წამოვიდა, სხვადასხვა სეგმენტი გალფის ქვეყნები წამოვიდა, სლავური ისინი წამოვიდა. მზად ვართ ამ ტიპის ტურისტების დასახვედრად, იმიტომ რომ ცოტა სპეციფიური მოთხოვნები აქვს და ცოტა სხვადასხვა მიმართულებით სჭირდება სერვისი. ქართული ადგილობრივი ბიზნესი და იგივე მომსახურე პერსონალი რამდენად მზად არის მათი მასპინძლობისთვის? იცით რა, ბევრად ადვილი სამასპინძლო ხალხია, ვიდრე ის, ვისთვისაც ვიღწვით და ვცდილობთ ხოლმე რომ დავეწევთ. ავთენტურობა ორივე სეგმენტს მათთვის ძალიან საინტერესოა, მაგრამ ზაობას არც ერთ სფეროში ჯერჯერობით ისე არ ორივე სეგმენტისთვის ისეთი არ გვაქვს, როგორიც შეიძლება რომ გქონდეს და ვისურვებდით.
კეთი, მადლობა თქვენი დროისთვის წარმატებები. კეთი ამირბარი, კომპანია ამირბარის დამფუძნებელი ბიზნეს კონსულტანტი იყო ჩვენი სტუდიის სტუმარი.